მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ მივდივართ მარაბდის ტბაზე. რაღაცა ახალი ტბა არის, საკალმახე, საინტერესოა. მივდივარ და მერე მოგიყვებით რა ხდებოდა, რა პირობებია, ღირს თუ არ ღირს და რა სიტუაცია არის. არ გადართოთ. მეგობრებო, გაითვალისწინეთ, თუ წვიმიანი ამინდი იყო, ან წინა დღეს იყო წვიმა, სედანს გაუჭირდება. მაგალითად, ჩამოსვლა და ასვლა მით უმეტეს. ეს გაითვალისწინეთ ეს ფაქტი. მიუხედავად ყველაფრის, რომ გუშინ იყო 9 მეტრო წამში თბილისში და აქაც ალბათ 8 იქნებოდა. მაინც ხედავთ რა სიტუაცია არის. მეგობრებო, მოვედით. გუშინ თურმე ალგეთი ადიდებულა და აი ეგეთი წყალი წამოსულა. არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ ვეცდებით რომ რაღაცა გამოვიდეს. ჭია არ გვაქვს მარტო პური. ხო, კიდე და სპინინგი, ხო, რაც შეეხება წესებს, ესე იგი, თუ თქვენ გაქვთ სპეციალური სილიკონის ბადე, პატარა ბადე ამოსაყვანი და ბარბლესის ჩანგლები, ნემსკავები, მაგ სიტუაციაში შეგიძლიათ დაიჭირე გაუშვი, მაგრამ სხვა შემთხვევაში უნდა წაიღოთ თევზი. რაც შეეხება ფასებს, 1 კილოგრამი კალმახი ღირს 25 ლარი და 1 კაცი 20, ხო? 20 ლარი 1 კაცი, ხო და. მე დღეს მოვედი, მინდა გადავიღო ვიდეო. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. აი ნახეთ, ჭუჭყიანი წყალი მოდის რა. და დადიდებულა წყალი, ხო და. ამინდი არის, როგორ გითხრათ? ქარიანი ამინდია, ალბათ 4 მეტრო წამში არის. არადა ეწერა რომ იქნება 2 მეტრო. ნუ ნახოთ რა იქნება, მაგრამ ქარი ცივია. აი ცივი ქარია. საკმაოდ და არ გადართოთ. მიდი. ამასობაში მეგობრებო, ამ ლაპარაკში გიამ ტივტივით დასვა თევზუნია. აჰა. სილიკონის ჩოგამბადე. დაიცადე ამას დავდებ. რა გააკეთე? ზედ პაპლაობზე და უკიდე პური, სუსემოთ, ქვემოთ ვერ ხედავს. ვა, ესე იგი ზეიდადის. ო, რა ჯანიანია. მოდი. მოდი. აუ, როგორ ჩაყლაპა. ბოლომდე ჩაყლაპა. აი ეგეთი ამბავია, მეგობრებო, პირველი თევზუნია დღეს. დავინახე აქედან. აქედან მეგობრებო, სხვა ნაპირიდან დავინახე, ტივტივა გაქრა. რაღაცა მოყავს, აი. თევზუნია. აპა, იგარი. თამპურზე. საღოლ. აი, ёб твою мать. მეგობრებო, აზრი არ ქონდა, ჭუჭყიანი წყალია მაინც და გადავაკეთე ტივტივაზე. ძლივს ვიპოვე იქ ჭიები. სადაც გამხმარი ნაკელი იყო და ჩავაგდე.
ნახოთ რა იქნება. მეგობრებო, როგორც იქნა დავიჭირე ტივ-ტივით, ჭიაზე ჭია აქ როგორც გითხეთ მოვაგროვე და აი ეგეთი ლამაზი საკმაოდ მოზრდილი და ჯანიანი თევზუნია დავიჭირე. აი ეგეთი. მეგობრებო, ერთ-ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არის წყნარი ველური გარემო. აი ნახეთ რა ლამაზი ხედია. მართლა არ მოველოდებოდი, პირველად ვარ აქა. ყავა გზაში არის. ესე იგი, აქეთ მთას ხედავ. წყალი, ხმა, წყლის. მერე მოდის ქედი, ეგერ. მერე მოდის ლამაზი ველური ტბა. სხვათა მაგაშიც არის თევზი, შეიძლება თევზობა, მაგრამ დღეს აღარ მიფიქრია, იმიტომ რომ სულ სხვა მომზადება ჭირდება, სხვა დროს მოსვლა და ხო იცი ფსკერული მონტაჟის ამბები. ეგეთი ლამაზი სიმწვანეა უკვე გამოდის და რა ვიცი, იქით ძროხები დადიან და ჩიტუნიები დაფრინავენ, კარგი ხმებია და ძალიან სიამოვნებს აქა. ახლა ვეცდები ცოტა ახლოში ჩავაგდო. დაახლოებით აი აქ. არის. ისევ ჭიაზე, მეგობრებო. ისევ ჭიაზე. ეგეთი ლამაზი და მოზრდილი კალმახი. სხვა შორის ჯანიანია და ახლა მივხედავ მაგას. სანამ მე აქ ვისვენებ, გიას გაექცა კიდე ერთ თევზი, საკმაოდ დიდი, ალბათ 800 გრამამდე იყო და გაუწყვიტა ძუა. ერთ სიტყვით. ესე იგი, მე რისი თქმა მინდოდა, სანამ ეს სიწყმარეში ვარ და არაფერი არ გვაწუხებს. რაზე ხშირად არ ვდებ ვიდეოებს, იმიტომ რომ დრო მეორე, როდესაც მაგალითად აი საცხა მივდივარ და ველური ადგილია და მართლა ვიჭერ თევზს, სწორედ გამიგედა თქვენც კარგად იგეთ მაგას, რომ სიტუაციიდან გამომდინარე მაგას ვერ დავდებ, იმიტომ მე გაფილტრავენ მაგ ადგილს და აღარ იქნება. იმიტომ რომ მაგის გამოცდილება სამწუხაროდ მაქვს და უკვე დასკვნები გამოვიტანე, რომ არ ღირს. გია იგინება. ესე იგი, მაგრამ რისი დადება მინდა? მე მინდა დადება მონტაჟების ამ სეზონზე. პრინციპში არხზე არის, მაგრამ მე მაინც მინდა ეგეთი შეკვრა გავაკეთო, სადაც ავხსნი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ საქმე რაშია, მეგობრებო? დამიჯერეთ, აი უბრალოდ დამიჯერეთ სიტყვაზე. ბებერი ვარ. ყოველთვის თევზობ მამაპაპური მეთოდებით, მაგრამ ნიშნულობა არ აქვს. თქვენ ბამბუკის ჯოხი გააქვთ, ნავთლუხში ნაყიდი 20 ლარიანი, ან ჩვეულებრივი ძველი ზვიოზდოჩკა, ის ნევსკის რო ეძახიან, ან კიევურს ეძახიან, აღარ მახსოვს. ხო, საქმე რაშია? თუ თევზი არის წყალსათევში, ის აიღებს და თუ აქტიურია, დამიჯერეთ. ხო და მე ზუსტად იმ მონტაჟების გადაღება მინდა, რომელიც არის ძალიან მარტივი, ძალიან იაფიანი, იმიტომ რომ მე არ მიყვარს აი საკვებურაში, სიტყვაზე რო არის ერთი საკვებურა ღირს 20 ლარი, რაზე, იმიტომ ეგეთი ფერისაა და აი ესე ვარდება და აი ესე დგება და შალახოს ცეკვავს მერე და სუნს არა. ჩვეულებრივი საკვებურა
ლარი 30 ლარნახევარი, რომელიც მუშა არის, რომელზეც დამიჭერია კარჩხანა, ხრამული, საზანი და რა ვიცი. ხო და ამ ვიდეოებს გადაღება მინდა. აქ სხვა შორის მე სიამოვნა რომ აი სიწყნარი არ არის. დღეს პირველ რიგში არც არავინ იყო მოსული. ეს მომეწონა. და მეორე რიგში თვითონ წყნარი ადგილია. ტრასიდან შორს არის რა, ხმა არის მის. ხო და თბილისის მერე ძალიან აი წყნარდება ადამიანი და სიამოვნებს. აი ეგეთი ამბებია მეგობრებო, ჩემი ყავაც არის მზად. ოღონდ შაქრის გარეშე მეგობრებო, შაქარი ჩვენ არ გვჭირდება. ხო და ეს ძალიან სხვა შორის ბევრი ლამაზი ჩიტუნია არის აქა. ლამაზი სიმღერებით. ხო და ეს ალბათ კიდე გავჩერდებით. გამოჭიმე 1 საათი. გააჩნია გიას როგორ მოუნდება და წავალთ, იმიტომ რომ მე დღეს დავამთავრე თევზაობა და უბრალოდ ვისვენებ. იმ ხმაურის მერე რაც ხდება ქალაქში. ხო, კიდე რისი თქმა მინდოდა თქვენთვის. სეზონი იწყება, ხშირად მეკითხებიან აპრილიდან 5-10-15 გააჩნია ამინდს. იმიტომ რომ ამინდზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ ასე თუ ისე 20-ის მერე უკვე всё ჩართავენ რუბილნიკს და თქვენზეა თავში დამოკიდებული რა და როგორ. მე კიდე ახლა დავლევ ჩემ ყავას და კიდე იქნება პატარა ჩართვა. დავაი სადა მოვარა. მაგი არა ბიჭო. მომეცი მოდი. საჭოკი აიღე. აი ეგ არის. კიდე ერთი თევზი დაიჭირა. მეგობრებო, უკვე მივდივართ. ესე იგი აი აქ რა ხდება? 4 ცალი არის რა დაჭერილი. ხო, სპინინგმა არ იმუშავა და აი ეგეთ წყალია და რა სიზავა. აჰა. ნახოთ, დაждდება ერთი, დაждდება თუ არა და წავალთ სახლში. მეგობრებო, ჩვენ დავამთავრეთ დღეს თევზაობა. ესე იგი უკვე ორის მერე, ნუ საერთოდ პასიური იყო. კიდე მოვიდა ერთი ბიჭი, ის სპინინგით არის და ერთმა ბიჭმა დაიჭირა სპინინგით ამ წყალში ერთი თევზი. ნუ დიდი არა, მაგრამ დაიჭირა ფაქტია. დავინახე. ესე რა ქარით მომატებული, ალბათ 4 მეტრო წამში და ჩვენ უკვე მივდივართ, ამიტომ ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე გაატარეთ უფრო ბევრი დრო ბუნებაში და არ დაგოიწყოთ relax like, არ dislike, დატოვეთ თქვენი კომენტარი და აბა თქვენი წარმატებები.